2021 წლის 14 და 17 ივლისს ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულები გურამ კაკულია, დავით კაკულია და ბესარიონ ჟვანია, ასევე მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი კავილაძე, სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობენ. გიორგი კავილაძის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანით. ცდილობების მიუხედავად გურამ და დავით კაკულიებს არ ეძლევათ საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა. რის გამოც 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში ძმებმა კაკულიებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ივლისს 19 საათზე 27 წუთსა და 10 წამზე გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი შავი ფერის Volkswagen-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით CC914HH მიდის სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. დავით და გურამ კაკულიებს საბაჟო გამშვები პუნქტის შენობაში ხვდება ბესარიონ ჟვანია. იქვე არის გიორგი კავილაძე. ძმები კაკულიები ვერ კვეთენ საზღვარს. 20 საათზე 19 წუთსა და 07 წამზე გამოდიან სასაზღვრო გამშვები პუნქტის შენობიდან და ბრუნდებიან სომხეთის მიმართულებით. ივლისს 19 საათზე 36 წუთსა და 27 წამზე სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ხელახლა ჩნდება გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი, შავი ფერის Volkswagen-ი. მანქანიდან გადმოდიან ბესარიონ ჟვანია, გურამ და დავით კაკულიები და შედიან საბაჟო გამშვები პუნქტის შენობაში. საათზე 30 წუთსა და 16 წამზე გურამ და დავით კაკულიები გამოდიან შენობიდან და ბრუნდებიან სომხეთის მიმართულებით, რადგან ისევ ვერ მოახერხეს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მას შემდეგ, რაც გურამ და დავით კაკულიები სექტემბრის დასაწყისში საზღვარს უკანონოდ კვეთენ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მკვლელობის დღის შეათვლით კონსპირაციული შეხვედრებისთვის იყენებდნენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლს, ჭავჭავაძის გამზირზე. კადრებში დაფიქსირებულია ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლის საპარკინგე სივრცე, სადაც გადაადგილდებიან ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულები, როგორც უშუალოდ მკვლელობის დღეს, ასევე მკვლელობამდე არსებულ დროის პერიოდში, სადაც ისინი მითითებებს იღებენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დროებით დაბინავებულ გურამ და დავით კაკულიებისგან. 15 სექტემბერს 11 საათსა და 21 წუთზე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულებმა გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ მას შემდეგ, რაც ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი დატოვეს, გაემართნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას სახლისკენ და ჩასაფრება მოუწყვეს მას. ნიკოლოზ კვარაცხელიას სახლიდან გამოსვლის შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე მას აედევნენ.
ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძე და ალე კოჭელიძე განზრახვის სისრულეში მოყვანის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებენ ძმებ კაკულიებს და ბესარიონ ჟვანიას, რის შემდეგაც გურამ და დავით კაკულიები სასწრაფოდ ტოვებენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ მათ დროებით საცხოვრებელ სახლს. ბესარიონ ჟვანია ეზოში ელოდება გურამ და დავით კაკულიების გამოსვლას, თუმცა ისინი განზრახ არიდებენ კომუნიკაციას თავს. ბესარიონ ჟვანია ადის მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და იშორებს კაკულიების ამავე სახლში ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძე და ალე კოჭელიძე თავიდან იშორებენ მკვლელობის ჩადენაში მათ მამხილებელ მტკიცებულებას, მობილურ ტელეფონს, სადაც ინახება ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, ძმებ კაკულიებთან კომუნიკაციის შესახებ. ყურადსაღებია, რომ გადაგდებულ ტელეფონში აღმოჩნდა გურამ კაკულიას ფოტოები და აუდიო ჩანაწერი, რაც ადასტურებს ტელეფონის კაკულიების მიერ ფლობას, რომელიც მათ ალე კოჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების პროცესში კომუნიკაციის მიზნით გადასცეს.